ეს ავტომატურად გამოიწვევს რუსეთის გაღიზიანებას და საქართველოში მოხდება ომი გარდაუვლად. რამდენად გამართლებლად მიგაჩნიათ ეს ვარაუდით ეს ამ მოსაზრების სანდოობა. დავბრუნდით სტუდიაში შეგახსენებთ, რომ ფაქტ-ჩეკის რედაქტორი მალხაზ რეხვიაშვილი არის ჩვენთან ერთად. მალხაზ, მოდით თავდაპირველად დავიწყოთ წინასაარჩევნო გარემოს შეფასებით, როგორ მუშაობს აი ამ პერიოდში გავრცელებული მითები, პროპაგანდა, როგორც არჩევნებთან დაკავშირებით, ასევე ქვეყნის ევროინტეგრაციის საკითხზე. მოგესალმებით, მადლობა პირიქით მოწვევისთვის, სულ მიხარია, როდესაც თქვენს აუდიტორიასთან საუბრის შესაძლებლობა მეძლევა. რაც შეეხება საარჩევნო კამპანიას, ჩვენ როგორი მოლოდინიც გქონდა პრინციპში, ხედავთ რომ საარჩევნო კამპანია არის მკვეთრად პოლარიზებული და აქ პოლიტიკური დისკუსია უფრო მეტად გადასული არის მეორე პლანზე, უფრო ფონზეა გადასული და ძირითადად ხედავთ პოლარიზების ფარგლებში გაშავების კამპანიებს. განსაკუთრებით აქტიურად ჩვენ ხედავთ ხელისუფლების მცდელობას დისკრედიტაცია მოახდინოს არასამთავრობო ორგანიზაციების და დამოუკიდებელი მედიების და ამაზე მეტყველებს მაგალითად აგვისტოს შუა რიცხვებში და ახლობით როდესაც Facebook-მა კოორდინირებული სქემა წაშალა კიდევ ერთხელ. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც Facebook-ი ტროლების და ბოტების კოორდინირებულ სქემას აქრობს საკუთარი პლატფორმიდან. ეს მოხდა 2023 წელსაც რუსული კანონის პირველი ინიციირების შემდეგ, როდესაც Facebook-მა გამოავლინა კოორდინირებული და არაავთენტური ქსელი, რომელიც კავშირში იყო საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტთან. ანუ ის რომ სოციალურ ქსელში წესების დარღვევით მოქმედი ჯგუფები, მობილიზებულები არიან იმისთვის, რომ პოლიტიკური ოპონენტების და არასამთავრობო სექტორის გაშავება მოახდინონ, ეს ახალი არ არის. არც ის არის ახალი, რომ პოლიტიკური დისკუსია ძირითადად ერთმანეთის დისკრედიტაციას მიემართება. უბრალოდ ჩვენ ახლა პირველად ვატარებთ არჩევნებს, რომელიც იქნება სრულად პროპორციული, რომლის უდიდესი ნაწილი ჩატარდება ხმის მისცემის ელექტრონული ტექნოლოგიების და ვერიფიკაციის ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით და ამ ვითარებაში არჩევნების სანდოობას კიდევ უფრო მეტი საფრთხე ემუქრება, იმიტომ რომ გაცილებით მეტი უნდობლობა არსებობს ხოლმე რაღაც სიახლე, როდესაც ინერგება ქვეყანაში, განსაკუთრებით ამგვარ პოლარიზებულ გარემოში, როდესაც ნდობა ინსტიტუტების მიმართ შემცირებული არის მინიმუმამდე და ადამიანები ისეთ რაღაცებზეც კი სხვამენ კითხვას, რაც შეიძლება რაღაცა ზოგადად ჭეშმარიტება გვეუბნოს. მახას, ჩვენ კი ვსაუბრობთ, რომ პროპორციული სისტემით იმართება არჩევნები, თუმცა ჩვენ ნახეთ ცოტა ხნის წინ, რომ დელეგატები წარადგინა მმართველმა გუნდმა. ეს რაზე არის გათვლილი, ვისთვის არის გათვლილი და ამით რას ცდილობს ქართული ოცნება? ხო, ამის პოლიტიკურ შეფასებისგან თავს შევიგავებ, რას ცდილობს ქართული ოცნება, მას აქვს ალბათ უფლება, რომ რეგიონებში ხმების მობილიზების მიზნით თავის სიაში რეგიონში გამოჩენილი ადამიანები ჩასვას, ეს რაღაცა შიდაპარტიული მოწყობა უფრო, რაღაც პოლიტიკური გათვლა სავარაუდოდ იმაზეა, რომ კონკრეტული ადამიანები კონკრეტულ თემში და კონკრეტულ ქალაქში არიან უფრო ცნობილები, პოპულარულები, პატივსაცემები და ალბათ ამაზე დამიზნებას ცდილობს ქართული ოცნება. სწორია ეს თუ არასწორია არ ვიცი, ამ შეფასებაში ვერ შევალ, იმიტომ რომ უფრო პოლიტიკური გემოვნების საკითხია. სამართლებრივად მე მგონი ყველაფერი წესრიგშია და არაფერი არ დარღვეულა. უბრალოდ ეს არჩევნები რო პროპორციულად ტარდება, იმას ნიშნავს, რომ სიაში არის ადამიანები, რომლებიც იმის პროპორციულად მიიღებენ მანდატებს, რა ხმებიც მიიღო კონკრეტულმა პარტიამ თუ ის გადალახავს 5%-იან ბარიერს. ეს იმას ნიშნავს, რომ განსხვავებით წინა არჩევნებებისგან, რომლებიც ამ ქვეყანაში ჩატარებულა, ჩვენ აღარ გვეყოლება მაჟორიტარები პარლამენტში, მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება რაღაცა დელეგატების რაღაც ამას მხოლოდ პიარულად იყენებს, ჩვენ მაჟორიტარები აღარ გვეყოლება, ეს იმას ნიშნავს, რომ განსხვავებით წინა არჩევნებისგან, სადაც შეიძლება მაგალითად პარტიას 40% მოეგროვებინა და შემდგომ გაეყვანა იმდენი მაჟორიტარი, რომ 40%-ით პარლამენტში დისპროპორციულად მაღალი წარმომადგენლობა და ზოგჯერ საკონსტიტუციო უმრავლესობაც კი მოეპოვებინა, ამ გამოწვევის წინაშე ჩვენ აღარ დავდგებით, იმიტომ რომ პარტია მიიღებს იმდენ მანდატს,
რაც იქნება მის მიერ მიღებული ხმების პროპორციული და მაჟორიტარული ოლქები ამ პროპორციაში ვეღარ შეიტანენ რაღაცა დისონანსს და არასამართლიან უპირატესობას აღარ მიანიჭებს რომელიმე პარტიას ეს საარჩევნო სისტემა. თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ზოგიერთს მაგალითად მიაჩნია, რომ 5% მაღალი ბარიერია და ხომარჯობდა უფრო დაბალი, ეს უკვე რაღაცა პოლიტიკური გემოვნების საკითხია. მახას კიდევ ჩვენ ქალაქებს აინტერესებთ ევროინტეგრაციის იმ პუნქტებზე, რაც ქვეყანა მიიღო, ზუსტად ამ ასოცირების შეთანხმებისა და შემდეგ უკვე კანდიდატის სტატუსის შემდეგ, სად ვართ ახლა? სტატუს მეტრში არის ჩართული ფაქტ-ჩეკით გრასი და ზოგადად სისტემატურად აკვირდებით პროცესებს. რამე წინსვლა შეინიშნება? საერთოდ გადადგმული ნაბიჯი ევროინტეგრაციისკენ და მით უმეტეს თუ პლაკატებს შევხედავთ მართველი გუნდი, ზუსტად ეს არის, რომ რაღაც კეთილდღეობით აპირებენ ევროპაში შესვლას, რეალურად რა კეთდება ამისთვის მთავრობის მხრიდან თქვენი დაკვირვებით? ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით გითხრეს ძალიან ცალსახად ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა, ევროკომისიამ, ვენეციის კომისიამ, ჩვენმა ამერიკელმა პარტნიორებმა, ელჩებმა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების, რომ ევროკავშირის ინტეგრაციის პროცესი არის შეჩერებული, სანამ საქართველოში ძალაშია რუსული კანონი. რუსული კანონი არ არის ეს იმიტომ რომ მასში რუსულად წერია რაღაც, რუსულია ეს კანონი იმიტომ, რომ ხელს უწყობს ქვეყანაში ძალაუფლების ავტორიტარიზაციას და ავტორიტარიზმის კონსოლიდაციას, რაც იმაში გამოიხატება, რომ კრიტიკული ხმები და ეს ჩემი ნათქვამი არ არის, ეს არის ვენეციის კომისიის დასკვნა, ყველაზე პატივსაცემი ორგანოსი, რომელიც ალბათ ამ თემაზე მუშაობს. ეს ვენეციის კომისია ამბობს, რომ ეს კანონი აუცილებლად გამოიწვევს კრიტიკული ორგანიზაციების გაჩუმებას და დახურვას, თუ ის ძალაში იქნება იმ ფორმით, როგორი ფორმითაც ის არის. შესაბამისად, იმ ვითარებაში, როდესაც სახელმწიფო დგამს ანტიდემოკრატიულ ნაბიჯს, ვერანაირი ევროინტეგრაციის პროცესი ვერ იარსებებს. იმიტომ რომ როდესაც ჩვენ კანდიდატის სტატუსს ვიღებდით და არსებობდა 12 პუნქტი, მე ეს კანდიდატის სტატუსი რომ მივიღეთ და გაჩნდა 9 ახალი ნაბიჯი, რომელიც ჩვენ და შეგვესრულებინა, ამ 9 ნაბიჯში მინიმუმ 3-ს ეწინააღმდეგება რუსული კანონი. ამას ემატება ის, რომ ამ 9 ნაბიჯში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რაც იყო დეზინფორმაციასთან დაპირისპირება ხელისუფლების მხრიდან, განსაკუთრებით საქართველოს საგარეო ორიენტაციასთან დაკავშირებულ დეზინფორმაციასთან. ამის პარალელურად, იმის ნაცვლად, რომ ჩვენ ამ 9 ნაბიჯის შესრულების კენ გვევლო, ამის პარალელურად ჩვენ რაც გავაკეთეთ იყო გააქტიურება პროპაგანდისტული ნარატივების იმის შესახებ, რომ არსებობს რაღაცა მასონური ლოჟა, რომელიც გავლენას ახდენს ევროკავშირის გადაწყვეტილებებზე და პირიქით გავაძლიერეთ დისკრედიტაცია ევროკავშირის. რაც შესრულებული გქონდა ადრე, მაგალითად გენდერული თანასწორობის ნაწილში, იქიდან უკან დავიხიეთ და მაგალითად კვოტები გავაუქმეთ. ამას დაემატა ის, რომ ვენეციის კომისიისა და EUTO ODIHR-ის დასკვნების საპირისპიროდ შევიტანეთ ცვლილებები CESCO-ს დაკომპლექტების წესში და დავაზიანეთ ამით საარჩევნო გარემო. მოკლედ, რაც შესრულებული გქონდა, იქიდან დავიწყეთ უკან დახევა, რაც შესასრულებელი გქონდა, იმათ არ ვასრულებდით და ამის პარალელურად ვიღებდით გადაწყვეტილებებს, რომლებიც წინააღმდეგობაში მოდიოდა პირდაპირ 9 ნაბიჯით განსაზღვრულ პრიორიტეტებთან. ამგვარ ვითარებაში ევროინტეგრაციის პროცესზე საუბარი ჩვენ რა ეტაპზე ვართ? მოდი ესეც რომ ავხსნათ მაყურებლისთვის. ევროკავშირში ინტეგრაცია არის გრძელი პროცესი. ჯერ ხდება ასოცირების შეთანხმება, ჩვენ ეს გქონდა, მე შეგაქვს განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე, ჩვენ ეს გავაკეთეთ. მე ხდები კანდიდატი ქვეყანა, რა ეტაპით ჩვენ გადავლახეთ და მე კანდიდატობიდან მოლაპარაკებების გახსნამდე ევროკავშირში გაწევრების კონკრეტული ნაბიჯები განისაზღვრა. ჩვენ მოლაპარაკებების გახსნისთვის გვჭირდება 9 ნაბიჯის შესრულება. თუ ეს 9 ნაბიჯი არ შესრულდება და ეს 9 ნაბიჯი ვერ შესრულდება, თუ რუსული კანონი იქნება ძალაში, მაშინ ჩვენ ვერ გავხსნით მოლაპარაკებების გაწევრებას და შესაბამისად ამის წინ ნაბიჯს ვერ გადადგამ, ხო? ანუ ეხა ხარ კანდიდატი ქვეყანა, რომელმაც მოლაპარაკებები უნდა გახსნას. მოლაპარაკებები რო გახსნა, შემდეგი ნაბიჯი რაც არის, ეს არ უნდა აკეთო, რაც საკეთე. ამიტომ ვერანაირი პროგრესი ვერ იარსებებს და პირიქით ჩვენ უკან დგავთ სამწუხაროდ ნაბიჯებს ამ გზას.
აი რუსული კანონი ახსენებდა, როგორც წარმოგიდგენია, მაღაც პროცესების განვითარება ჩვენ ნახეთ ის დაწესებული ჯარიმები, განსაზღვრული შაბლონები, რაც ფიზიკურად შეუძლებელია, ხო, შევსება, თუმცა როგორ იმუშავებს აი არჩევნებამდე პერიოდში სამოქალაქო სექტორი, რა საფრთხების წინაშე დგას, იგივე მედია, რა გამოწვევები უდგას უპირველესად ორგანიზაციებს? ეს კანონი არის ბევრი რაღაცის გამო საშინელი კანონი. და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს კანონი საშინელებაა მხოლოდ იმიტომაც, რომ ის ვრცელდება მანამდე პერიოდზე, ვიდრე ეს კანონი იქნებოდა მიღებული. ანუ კანონი გარქმევს უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელს, შემოაქვს რაღაცა რეგულაცია და შენ არ გიტოვებს საშუალებას, რომ მე რომ ცვიზიარებდე კანონმდებლის პოზიციას, რომ ოკეი, რაღაცა პრობლემაა ეტყობა და მოდი აღარ მივიღებ უცხოურ დაფინანსებას. ეს არ გათავისუფლებს კანონის მოქმედებისგან და შარშან თუ რაიმე გრანტი მიგიღია 2023 წელს, იმის საფუძველზე მაინც გარქმევს უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელს. ამ საშინელებას რო გარქმევს, ეს რო საშინელება, ეს ჩემი პოზიცია კი არა, ეს არის ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს პოზიცია ერთი მხრივ, მეორე მხრივ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს პოზიცია. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს ეკოდეფენსი რუსეთის წინააღმდეგ საქმეში ზუსტად იმავე ფორმულირებაზე ნათქვამი აქვს, რომ ეს არის დისკრიმინაციული, არ შეიძლება მხოლოდ დაფინანსების მიღების ფაქტზე ვიღაცას დაარქვა აგენტი. რუსეთი არქმევდა აგენტს და აგენტის დარქმევა პრობლემა იმიტომ არისო, ამბობს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო, რომ სიტყვა აგენტი პოსტსაბჭოთა რეალობაში ატარებს კონოტაციას, რომ ვიღაცა სხვა ქვეყნის ინტერესებს ემსახურებოდა. ამათ სიტყვა აგენტი ამოიღეს და რის გამოც აგენტი ცუდი ტერმინი იყო, ეგ განმარტება დაგვარქვეს პირდაპირ. ანუ ის გზაც მოჭრეს, რომელსაც ამბობდნენ ხოლმე, რომ აი აგენტი ხო შეიძლება იყოს სარეკლამო აგენტი და რატო ასეთი ცუდი სიტყვა? არა, ადგენენ და აგენტი ცუდი სიტყვა რატომაცაა? პირდაპირ ის განმარტება დაარქვეს ორგანიზაციებს, რომლებიც გრანტებს იღებენ. ეს ფინანსური წნეხი, რომელიც ახლა ორგანიზაციებზე წამოვიდა, ჩვენ ეხა დადგა სექტემბერი და ჯერ ვერ ვხვდებით იმ გავლენას, იმ რეალურ გავლენას ვერ ვხედავთ, რაც ამ კანონს ექნება არასამთავრობო ორგანიზაციებზე, იმიტომ რომ ახლა დადგა პერიოდი, როცა დამთავრდა ჩვენთვის მოცემული ვადა ჩვენინებით რეგისტრაციისთვის და ახლა იუსტიციის სამინისტრო იწყებს აღსრულებას ამ კანონის რეიდების, წერილების დაგზავნის, ჯარიმების გამოწერის, ორგანიზაციების დაწიოების გზით. ინფორმაცია, რომელსაც ეს კანონი გვავალდებულებს, რომ ჩვენ იუსტიციის სამინისტროს მივაწოდოთ, რომც ვიზიარებდე ამ კანონის შინაარსს, მე ამ ინფორმაციების ნაწილს არც მივაწოდი იუსტიციის სამინისტროს, სულ სასამართლომ რო დამავალოს. მე არ შეიძლება რაღაცა კანონი არსებობდეს, რაც მთხოვს შევატყობინო სახელმწიფოს ჩემი წყარო კონკრეტული ინფორმაციის ვინ არის. იმიტომ რომ მთელი ჟურნალისტური იდეა ინგრევა, აი თქვენ რო ვიღაცა წყარო მოგაწოდოთ ინფორმაცია რაღაცა კორუფციაზე მერიაში და ამ კონკრეტულ რაღაცაში რო თქვენ კონკრეტული სამუშაო გაციეთ, ეს გაქვთ ანგარიშ ჩასაბარებელი იუსტიციის სამინისტროსთან. როგორ წარმოუდგენია ვინმეს დამოუკიდებელი კრიტიკული არასამთავრობო ორგანიზაციის ან მედიის არსებობა იმგვარ გარემოში, როცა ყველა ინფორმაცია, საიდანაც მე ჩემს პროდუქტს ვამუშავებ და ვქმნი, მისაწოდებელი მაქვს მე სახელმწიფოსთვის, ვინ მოვა ჩემთან იმის სათქმელად, რომ ვიღაცა რაღაცა ტენდერში მაქინაციობს, სხვა არავინ არ მოვა. მე რო ეს სასამართლომ რო დამავალოს მართლან ციხეში ჩასმით რო დამემუქრო, მე ჩემ წყაროს სახელმწიფოს არ ვეტყვი, იმიტომ რომ წყაროს უსაფრთხოების გარანტია თუ არ მიეცი არ გყავს. ხო, ანუ ბუნებრივი. შესაბამისად ვართ ვითარებაში, როცა ეს კანონი გარდა იმისა, რომ ფინანსურ ჯარიმებს მოიცავს, დისპროპორციულად დიდი ინფორმაცია უნდა რომ შენგან ამოიღოს, კონკრეტული ადამიანების კეთილდღეობას აყენებს საფრთხის ქვეშ იმით, რომ ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი ხდება სახელმწიფოსთვის და საჯაროვდება სექსუალურ ცხოვრებაზე, სექსუალურ ორიენტაციაზე, ჯანმრთელობაზე, საერთოდ მოქალაქეები რო გააჩეროთ, ახლა ნებისმიერი, ვინც ეს ჩახედული არ არის, ალბათ ამ მასებზე არის გათვლილი, გეტყვით, რომ აი თქვენ თუ გამჭვირვალობა არ გინდათ, ესე იგი რაღაცას მალავთ, ჩვენთვის პირადად ასე უთქვამთ. რეალურად აი ამ მოქალაქეებს რას ეტყოდით? ის დეკლარაციები თვითონ თქვენდე რაც ხარჯ
ვაჟებში არის გათვალისწინებული ის თანხები ისედაც აღირიცხება, RSG-ზე იტვირთება ეს დოკუმენტი, თუმცა აი ამ ადამიანებისთვის რას უნდა ნიშნავდეს ეს გამჭვირვალობა, რა არ არის გამჭვირვალე მათი ხედვით, აი მათი გადმოსახედიდან როგორ შეგიძლია რომ აი ეს განმარტება გააკეთო, რომ მათთვისაც გასაგები იყოს რეალურად ამ გამჭვირვალობაზე, რომ არ არის საერთოდ საუბარი და გამჭვირვალობა საერთოდ არ უკავშირდება. გამჭვირვალობა არის ტყუილი, რომელიც მოიგონა ხელისუფლება. გამჭვირვალობის პრობლემა არ დგას და თვითონ რომ რაღაც ვითომ კვლევა გამოაქვეყნეს ვინ გამოკითხეს საერთოდ? არა, რაღაცა კვლევა ჩაატარეს, რომლითაც შეაფასეს, თუ გახსოვთ, ეს ხდება ივლისში, მე მგონი პარლამენტის წევრი გივი მიქანაძე იყო ამ კვლევის პრეზენტატორი, რომლითაც შეაფასეს NGO-ების გამჭვირვალობა. ვინც ეს კვლევა ნახა, აღმოაჩენს, რომ ქართულმა ოცნებამ რა კრიტერიუმიც განსაზღვრა გამჭვირვალობის კრიტერიუმად, იმ კრიტერიუმების უმრავლესობა იმ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომელსაც ხელისუფლება ყოველდღიურად ლანძღავს, დააკმაყოფილეს. ანუ ვიზია საუბარი, SAIA, ISFED, მოკლედ დიდი არასამთავრობო ორგანიზაციები მდიდარ NGO-ებს ეძახიან. ქართული ოცნების კვლევითაც კი აკმაყოფილებენ კრიტერიუმს, რომელიც თავად ქართულმა ოცნებამ განსაზღვრა. ხო, ვინ არ აკმაყოფილებს, აბა, მოკლედ ვიღებთ კანონს, რომლითაც ყველა NGO-ს გვინდა თავი დავაყრევინოთ და ისედაც თურმე ეს NGO-ები ამ კრიტერიუმებს აკმაყოფილებდნენ და აბა რა გვინდოდა მაშინ. სინამდვილეში სწორედ ეგ არის ქართული ოცნების მიზანი, რომ ეს კრიტიკული ორგანიზაციები გააჩეროს. თორე გამჭვირვალობა რო იყოს, მართლა ქართული ოცნების მიზანი უბრალოდ შევიდოდა მაგალითად გრასის საიტზე და ნახავდა ყველა თეთრს საიდან მაქვს. ეს გამოქვეყნებული მაქვს უკვე. და ალბათ პროში და წრეში მოიკითხავდა ამ საკითხის. ხო, გარკვეულად. აბსოლუტურად გეთანხმები. მაგალითად ტენდერების საიტზე შევიდოდა ერთხელ მართლა რომ გამჭვირვალობა უნდადეს. მაგრამ გამჭვირვალობა არის მოგონილი მიზანი, რაღაცა კეთილი მიზანი, რომელზეც ხელისუფლება გვეუბნება, აბა გამჭვირვალობა არ გინდათ? და სხვათა შორის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ და მართლმსაჯულების სასამართლომ ევროკავშირის კონკრეტულად თქვა, რომ გამჭვირვალობა თავისთავად არ შეიძლება იყოს ხელისუფლების მიზანი. აი მაგალითად თქვენ რას წერთ, თქვენ მეუღლეს, გამჭვირვალე უნდა იყოს? არ უნდა იყოს, ხო, მაგრამ თუ თქვენი მეუღლე რაღაცა კრიმინალშია შემჩნეული და ამის გამოძიებისთვის სჭირდება სახელმწიფოს ამის ცოდნა, მე სასამართლო გასცემს ნებართვას და გახდის გამჭვირვალე. და ნუ გამჭვირვალობა არის კონკრეტული მიზნის მიღწევის საშუალება. და თუ სახელმწიფო არ განსაზღვრავს რა მიზნით უნდა გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, ეს გამჭვირვალობა არ არის თვითონ კეთილი მიზანი. და არ შეიძლება ეს სიტყვა ვაქციოთ, ძალიან სამართლებრივი საკითხი ვაქციოთ პროპაგანდის იარაღად, იმიტომ რომ აბა არ გინდა მინდა გამჭვირვალობა, არსებობენ რა ვიცი, უამრავი სამსახური ყავთ, რაზეც ფულსდებენ და შეეძლოთ რომელიმესთვის თუ ინფორმაცია გააჩნიათ კონკრეტულ ორგანიზაციებზე და გაიკეთებინათ ის, რომ მაგალითად იმ ინფორმაციის საფუძველზე მოეკითხებინათ ის კონკრეტული დანაშაული და ამის აღმოფხვრა ასე გაეკეთებინათ. და ყველაფერს რო თავი დავანებოთ მართლა, ნუ დავაშკოლურებოდ ამ გამჭვირვალობას, გამჭვირვალობა არ შეიძლება იყოს მიზანი. გამჭვირვალობით რაღაცას უნდა აღწევდე. და ეს რაღაც რო არ არის განსაზღვრული ამ კანონმდებლობაში, ეს ასევე დაიწუნა ვენეციის კომისიამ და თქვა, რომ ეს რის მისაღწევად გინდა თუ არ დაასაბუთონ, რა პრობლემა იყო, რომ ნახავთ კანონი ესე მიიღება, რომ კანონის ტექსტია და განმარტებითი ბარათი და განმარტებით ბარათში უნდა დასაბუთდეს ამ კანონს რატო ვიღებთ და რომ ნახავთ განმარტებით ბარათს, ნახავთ, რომ არანაირი კვლევა არ ჩატარებულა, აი რა პრობლემა შეიქმნა, რომელთან დაპირისპირებისთვისაც საჭირო იყო ახალი კანონის მიღება. და ვენეციის კომისიაც ამას კითხულობს, რომ ეს აუცილებლობა საიდან დადგა საერთოდ ამ კანონის მიღების, ჩვენ ამის დასაბუთება ვერ ვნახეთ. მაგრამ ყველაფერს რო თავი დავანებოთ ერთი წამი ამ რაღაცა სამართლებრივ დეტალებს და პოლიტიკურად შევხედოთ. ჩვენ 2023 წელს თელმა ქვეყანამ და ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა ვაპროტესტეთ კანონი, რომელზეც ხელისუფლება დაგვპირდა, რომ გავიტანე და აღარავითარ შემთხვევაში აღარ დავაბრუნებო. და ამ დაპირებას იმეორებდა ეს იმ მომენტში კი არ თქვა მხოლოდ იმპულსურად, ამ დაპირებას იმეორებდა მთელი წლის განმავლობაში. და ერთ დღესაც გაიღვიძეს და ეს კანონი დააბრუნეს. ყველაფერს რო თავი დავანებოთ, ეს არის სიტყვის გატეხვა, როდესაც ჩვენ რაღაცას ვაპროტესტებთ, შენ ხარ გამოუვალ მდგომარეობაში და მეუბნები, რომ ოკეი, კანონს გავიტან და მოდი შევაჩეროთ და ჩვენ ჩერდებით, ხო, ახლა ჩვენი მიზანი ის ხო არ არის მართლა, რასაც გვაბრალებენ. ჩვენი მიზანი არის, რომ ეს ქვეყანა იყოს დემოკრატიული, მიდიოდეს ევროპისკენ და შენ როდესაც ამ გზაზე რაღაცა დაპირებას მომცემ, მე პროპაგანდის მანქანას გაამზადებ მთელი წლის განმავლობაში და მე ხელახლა იგივე კანონს შემოიტან, ყველაფერს რო თავი დავანებოთ,
სიტყვის გატეხვაა და სიტყვის გატეხვა არ მოსულა უბრალოდ საჯარო ცხოვრებაში ეს უნდა გვახსოვდეს რომ ადამიანები რაღაც სიტყვას რო ამბობთ მას თავის შინაარსი აქვს და პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ ამ სიტყვაზე და თუმცა სამხელა მithumet zamxela ამბების მერე რაც შარშან ამას მოყვა ხო ანუ ძალიან მასობრივი პროტესტი და წელსაც თუნდაც რა პროტესტი იყო ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში ის რაც რუსთაველის გამზირზე ხდებოდა იმდენი ადამიანი რომ გამოსულიყო თავრობა უნდა გადამდგარიყო თავრობა არ გადამდგარიყო კაცო ჩვენ ხო თავრობის გადადგომას არ ვთხოვთ კანონის გაწევას ვთხოვთ და იქ ვიდექით რა ვიცი 100,000-ზე მეტი ადამიანი რომელიც ვითხოვთ კონკრეტულ ხელისუფლებას არ ესმის ხალხის ხმა და ეს აქციების შედეგადაც ყველაფერი იგივე გეგმის მიხედვით რომ წაიყვანეს ეს ამაზე მეტყოლებს მოდი მალხას დავუბრუნდეთ აი მოქალაქეებისთვის საინტერესო საკითხებს ხმის დაცულობაზე იყო საუბარი რამდენად შესაძლებელია რომ ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად ვიღაცა ხედავდეს აკონტროლებდეს ვის აძლევს მოქალაქე ხმას და აქვს თუ არა უფლებაო ვინმე სთხოვოს მაგალითად თუნდაც საჯარო სამსახურში დასაქმებულ ადამიანს რომ ვის მიეცი ხმა ფოტო გადაუღო და ამ შემთხვევაში როგორი იქნება ამ რჩევები ფოტოს გადაღების თვალსაჩინო არავის არ აქვს მოდი დავიწყოთ ხმის ფარულობის ამბით. ელექტრონული ტექნოლოგიები, რომლითაც ჩვენთან ეხა ჩატარდება არჩევნები, პირველი არ უნდა გვეგონოს, რომ ეს არის რაიმე სახით ინტერნეტთან დაკავშირებული ტექნოლოგია. არანაირი კავშირი ამას ინტერნეტთან არ აქვს. ჩვენ შემთხვევაში ტექნოლოგიები გამოყენებული იქნება ორი მიზნით. პირველი ამომრჩევლის იდენტიფიკაცია, როდესაც უბანზე შევალთ, ჩვენ შეგვამოწმებენ ელექტრონულად გახსოვთ ადრე როგორ იყო შეხვიდოდი წინ სამაგიდო სია იყო ანბანის მიხედვით მიხვიდოდი რომელ ასოზეც შენი გვარი იწყებოდა იმ რეგისტრატორთან ის მე ამ სიაში ასე გიპოვიდა ხელით იმის გასწვრივ ხელს მოაწერდი ეს პროცედურა იყო ადრე ვინც არჩევნებზე პირველად არ მიდის ემახსოვრო ეხლა მაგის ნაცვლად მიდიხარ შენი პირადობის ნომრით ამ პირადობის ნომერს გართმევს რეგისტრატორი დარწმუნდება რომ ვინც პირადობაზეა გამოსახული ის ხარ მართლა პირადობას გაატარებს აპარატში აპარატი გიპოვის სიაში და ეს არის ელექტრონული ტექნოლოგიის გამოყენება, რომ ის შენ ელექტრონულად გიპოვის სიაში, რომელიც მასში არის წინასწარ ჩატვირთული და დადასტურდება, რომ მართლა ნინო ჩიფჩიური მივიდა არჩევნებზე. ამის შემდგომ ნინო ჩიფჩიური გადაინაცვლებს ბიულეტენს აიღებს, ქვითარზე ხელს მოაწერს, რომ ფურცლის კვალი არსებობდეს და ყველაფერი რაც ტექნოლოგიურად მოხდა, შესაძლებელი იყოს ფიზიკურად შევამოწმოთ. ამის მერე იღებს ის ბიულეტენს, ბიულეტენზე არაფერს არ შემოუხაზავთ, ეგ შეიცვალა, ვაფერადებთ. წრეს იქ ასევე გვავარჯიშებენ, რომ სწორად გავაფერადოთ და ამის მერე გვატანენ ბიულეტენს. საცდელი წრე არის, რომელსაც ვაფერადებთ და თუ სწორად გავაფერადეთ, ვეუბნებიან, რომ ეხლა წაიღე ბიულეტენი და ხმა მიეცი, ვისაც გინდა. შედიხარ ყუთში ხმის ფარულობის ნაწილში, ფოტოს გადაღების ნაწილში, ადრე გახსოვთ, რომ საარჩევნო კაბინა იყო რაღაც ესე დახურული, ეგრე აღარ იქნება, ფოტოს გადაღება არ შეიძლება ისედაც და ახლა ვიქნებით ისეთ კაბინაში, როცა გამოუჩნდებით თუ ფოტოს გადაღებთ და შენიშვნას მოგცემენ. არ შეიძლება ფოტოს გადაღება. ჩვენ არჩევნებს როდესაც გავაკეთებთ ბიულეტენს ვათავსებთ კონვერტში და შემდგომ ამოტრიალებულ მდგომარეობაში ვაწვდით აპარატს და აქ შემოდის მეორეჯერ უკვე ტექნოლოგია. ეს აპარატი უბრალოდ იღებს ამ ბიულეტენს, ასკანერებს და ამ ხმას ანიჭებს კონკრეტულ სუბიექტს, ვინც ყავდა გაფერადებული. ეს არის მეორე გამოყენება. ეს აპარატი არაფერთან არ არის კავშირში. თავისთვის დგას. ის შეგიძლიათ შეამოწმოთ აუდიტმა შეამოწმა უკვე და თქვა რომ არანაირ ინტერნეტს და ბლუთუს და რაღაცებს არ უკავშირდება და ესე ფიზიკურად შეგიძლიათ შეხედოთ და თუ ინტერნეტს არ უკავშირდება რა ვიცი მაშინ შნურით უნდა უკავშირდებოდეს რა და შნურითაც არაფერს არ უკავშირდება გარდა ერთმანეთისა ეს აპარატები რაღაცა სინქრონში იყვნენ ერთმანეთთან და მე რა ხდება ეს აპარატი როდესაც მიიღებს ბიულეტენს და ხმას აღრიცხავს ის საარჩევნო უბნის დახურვის მერე გეტყვის შედეგს და როდესაც ის შედეგს გეტყვის ეს არ არის საბოლოო შედეგი ეს არის წინასწარი შედეგი და მერე კომისია როგორც აქამდე ხდებოდა ისევ ხელით ითვლის ბიულეტენებს და შესაბამისად ეს შედეგი უნდა დაემთხვეს აპარატის დათვლილ შედეგს აქ ტექნოლოგიები შემოდის მხოლოდ იმისთვის რომ გამარტივდეს დათვლა ხმების და ვერიფიკაცია ამომრჩევლის ვინ იყო მისული ეხლა რაც შეეხება შეუძლია თუ არა აპარატს ამოიცნოს რა ეხა ნინო ჩიფჩიური მოვიდა და ნინო ჩიფჩურმა ხმა მისცა რაღაცა ერთიანი საქართველოს ნათელი მომავალი იყოს რაღაცა პარტია დავარქვათ ესე სახელები მაინც დამთავრებულია პარტიის გაკეთება რო გინდოდეს ამის შესაძლებლობა აპარატს არ აქვს აპარატი ვერ
ფუნქცია არ არსებობს ამ აპარატში ჩატვირთული, რომ აპარატი იმახსოვრებდეს ასეთ ინფორმაციას. გარდა იმისა, რომ აპარატმა არ იცის ბიულეტენს ვინ აწვდის. ანუ აპარატმა იცის, რომ მას ბიულეტენი მიაწოდეს და ამ ბიულეტენზე გაფერადებული იყო ეს ერთიანი საქართველოს ნათელი მომავალი. მაგრამ ბიულეტენის მიმწოდებელი ვინ არის, ამას აპარატი ვერ ხედავს და წარმოდგენა არ აქვს ვინ იყო. იმის გამოსარიცხად, რომ დროში არ განესაზღვრა მე ვიღაცას და რაღაც მაქინაცია არ ჩაეტარებია, რომ ვერიფიკაცია ნინოჩიპჩიურმა გაიარა 12.02-ზე და ხმარო 12.04-ზე მიცა ალბათ ეგ ნინოჩიპჩიური იქნებოდა. ამის გამოსარიცხად ყველა ოპერაცია, რაც განხორციელდება, აღირიცხება ერთ და იგივე დროის კოდით. ანუ აპარატი დროის მიხედვითაც არ მოახდენს დიფერენცირებას, როდის რა ბიულეტენი მიიღო. ამასაც არ გააკეთებს და ყველაფერს მიანიჭებს ერთ და იგივე დროს, რომ დაახლოებით განსაზღვრადიც არ იყოს. და ეხლა მოკლედ რა ხდება, რომ შენ როდესაც გააფერადე, თუ მას კონვერტში მოათავსებ და დაცული წესით შეაცურებ, ვერავინ ვერ გაიგებს მავის მიეცის. გამორიცხულია ეს დაადასტურა ცალკე აუდიტმა, ცალკე ჩვენთან ოფისში იყო სესკოს წარმომადგენლები მოსული იყვნენ ამ აპარატით და მთლიანად გავიარეთ ეს პროცესი. თუ შენით არ გაანდო ვიღაცას ხმავის მიეცი და ამისი საჭიროებებიც დგება ხოლმე, მაგალითად შეიძლება ადამიანს ჭირდებოდეს დახმარება ხმის მიცემაში და მისი ნდობით აღჭურვილი პირი შეიყვანოს კაბინაში და ის დაეხმაროს გაფერადებაში. ესეთიც შეიძლება მოხდეს გამონაკლის შემთხვევებში, მაგრამ თუ შენით არ უთხარი ვიღაცას ხმავის მიეცი, შეუძლებელია არ აქვს არავის რომ ძალით მოგთხოვოს და აფიქსიროს. კი ბატონო, მაგალითად ხმის ფარულობა უზრუნველყოფილი არის გადასატანი ყუთის შემთხვევაშიც. გადასატანი ყუთის შემთხვევაში, როდესაც შენ არჩევანს გააკეთებ, შენი კონვერტი და რომელშიც ეს ბიულეტენი მოათავსა და ერთმანეთს დაემაგრება და ის შეკრულ მდგომარეობაში მივა საარჩევნო უბანზე, სადაც შეერევა სხვა ბიულეტენებს. და ის რომ გაიხსნება სხვა ბიულეტენებთან ერთად მოთავსდება და იქაც დაცული იქნება მოკლედ შენი ხმის ფარულობა, ამას არანაირი საფრთხე არ ემუქრა. მახას წინა საარჩევნო პერიოდში თქვენ აქტიურად აშუქებთ და ავრცელებთ მითების საპირწონედ კონკრეტულ ფაქტებზე დაფუძნებულ ინფორმაციას. ძირითადად აი საარჩევნო პერიოდში რა სახის მითები ვრცელდება ხოლმე? ეს ეხება იგივე ევროინტეგრაციის ასე ვთქვათ დისკრედიტაციას თუ საითაც არის მიმართული ეს დეზინფორმაცია და აი რას ეტყოდი ამ მრჩეველს განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში, როდესაც აი ესეთი რუსეთის მხრიდან რაღაც საფრთხეების დაშინებით ადამიანები ხშირად აცხადებენ, რომ აი ჩვენს თავარია მშვიდობა და ეს მშვიდობა არის ახლა და აღარ გვინდა რაღაც ზედმეტი სირთულეები. ხო, ეს პირველი მოქალაქეებს რაც მინდა უთხრა არის, რომ რუსეთი არის ქვეყანა, რომელიც სულ გაღიზიანებულია და მას არ ჭირდება რაიმე მიზეზი იმისთვის, რომ სამხედრო კონფრონტაცია დაიწყოს კონკრეტულ სახელმწიფოსთან. თუ მას მიზანი აქვს, რომ ვიღაცასთან იომოს, შენ რაც არ უნდა გააკეთო, ის იომებს. ან ეს შიში, რომ ამისგან ვიღაცა დაგვიცავს, მე რომ ამ მომრჩეველს უთხრა, რომ აი ხალხო, გამორიცხულია რუსეთი, ამ გარანტიას ვერ პუტინი ვერ მოგწევს ამ გარანტიას, იმიტომ რომ ტრამპზე აღარებენ იმედს. მეორე დღეს შეიძლება გაიღვიძოს სხვა ხასიათს. ეგეთ ქვეყანაა. ჩვენ ხომ მივეჩვიეთ უკვე, რომ ამდენი მეზობელი ქვეყანა ყავს, ყველა ოკეანეზე და ყველა ზღვაზე აქვს გასასვლელი და ყველაზე მეტჯერ ჩვენთან აქვს ნაომარი. ჩვენ მიჩვეულები ვართ, რომ რუსეთი არის მუდმივი საფრთხე, რომელიც არსად არ მიდის. და ამას მართლა ვერაფერს ვერ უზავ. რაც შეეხება ამის დაკავშირებას ევროინტეგრაციასთან, ეგ არის უკვე პროპაგანდა. იმიტომ რომ რუსეთის სახელმწიფო ახლა რასაც აკეთებს უკრაინაში, ეგ ხდება მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა არც ნატოს წევრია, არც ევროკავშირის წევრია და კიდე გახდებოდა თუ არა ნატოს და ევროკავშირის წევრი და როგორი სამშვიდობო რიტორიკა ექნებოდა უკრაინას რუსეთთან, ეგ შეგვიძლია უბრალოდ მარტივად ამოვიღოთ ვოლოდიმირ ზელენსკის წინასაარჩევნო კამპანიის ჩანაწერები. თუ ვინმე მშვიდობისკენ იყო მოწოდებული რუსეთთან, მათ შორის ერთ-ერთი ნამდვილად არის ვოლოდიმირ ზელენსკი. მაგრამ უბრალოდ რუსეთს სხვა დღის წესრიგი ჰქონდა და ის რომ ვოლოდიმირ ზელენსკის მშვიდობა უნდა, ეგ რუსეთისთვის არ არის საკმარისი იმისთვის, რომ მშვიდობა ჰქონდეს ზელენსკისთან. ევროინტეგრაცია არის ერთადერთი გამოსავალი ამ ქვეყნის, რომ გახდეს შემდგარი სახელმწიფო. და მაგალითად მომყავს ხოლმე, რომ ანუ იმის შიშით, რომ რაღაცა კონფრონტაცია არ მოხდეს,
მაშინ არასდროს ნორმალური სახელმწიფო არ ვიდგეთ? მე მგონია რომ ჩვენი ნაბიჯები უნდა გადავდგათ იქით რომ ნორმალური სახელმწიფო გავხდეთ და მგლის შიშით ცხვარს არ დავერიოთ რომ არიქამ გელმა არ შემიჯამოს. ამ შემთხვევაში ამგვარი პოლიტიკური ამგვარი სახელმწიფოებრივი საკითხების შიდა პარტიული მიზნებისთვის გამოყენება არის რბილად რო ვთქვა მიუღებელი საკითხია ჩემთვის. იმიტომ რომ არ შეიძლება რაღაცა ცივილიზაციური არჩევანი ამ ქვეყნის და ამ მოქალაქეების რომელიც გაკეთებული გვაქვს 2000 წელიწადია გახადო ერთი კონკრეტული არჩევნების საჭიდაო და ის რა ქვია თემა მხოლოდ იმიტომ რომ რაღაცა 9% მეტი დაიწერო კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენო ყველაფერი რაც ამ ერს 2000 წლის განმავლობაში უკეთებია. ევროკავშირზე რა დეзинფორმაციაც ვრცელდება და ამერიკის შეერთებულ შტატებზე ეს რო დეзинფორმაცია დასტურდება იმ მარტივი მაგალითად ევროკავშირს და ამერიკის შეერთებულ შტატებს უნდათ თურმე ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა. სახელმწიფო გადატრიალება არის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრული დანაშაული. თუ ეს დანაშაული და არის იმ ტიპის დანაშაულებს შორის, რომელიც მარტო მაშინ კი არაა დანაშაული, როცა მოხდა და შედგა. დანაშაულია მაშინაც, როცა ეს იფიქრე და რაღაცა ამის მოსამზადებლად რაღაცა ნაბიჯების გადადგმა დაიწყო. თუ ეს მართლა ხდებოდა და რასად ჩანს რომ ეს მხოლოდ პროპაგანდაა. თუ ეს მართლა ხდებოდა და ვინმეს მართლა ამისკენ რაიმე ნაბიჯი გადაუდგამს, მაშინ ის უნდა იჯდეს ციხეში. და იმის გამო, რომ ამისი არანაირი დამადასტურებელი ფაქტი და დოკუმენტი არ არსებობს, რომ ვინმეს ამ ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა უნდოდა, ამიტომაც საქართველოს სამართალდამცავ სისტემას არავინ არ დაუკავებია ამ დრომდე. და სახელმწიფო გადატრიალების შესახებ ამ ხელისუფლებას სხვადასხვა დროს 9 თუ 10 ბრალდება აქვს გაჟღერებული და არც ერთი არ მისულა ბოლომდე. შეუძლიათ ფაქტ-ჩეკის სტატია ნახოთ, მე მგონი 2 თუ 3 თვის წინ გამოვაქვეყნეთ. საბურავების საქმე გემახსოვრებათ, ხო, მაგალითად, რომ თურმე ოპოზიცია საბურავებს ყიდულობდა იმისთვის, რომ მე მაიდანი მოეწყო რუსთაველს. სად არის ეგ საქმე? თუ ეს მართლა არსებობდა, თუ ეს პროპაგანდისტვის მოგონილი ტყუილი არისო, მე მინდა, რომ ადამიანები, ვინც სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდნენ, ისხდნენ ციხეში. თუ ეს პროპაგანდა არ არის, ეს ადამიანები უნდა იყვნენ ციხეში. მაგრამ ეს რო პროპაგანდაა და ქართული ოცნების სტანდარტითაც კი სასამართლოს ვერ გაუძლებს, ამიტომაც არავის გამოძიება არ დაწყებულა. ანუ ნახეთ, ნიკა გვარამია ციხეში იჯდა იმის გამო, რომ ცოლს ათხოვა მანქანა და ამას მუხლი მოუფიქრეს, რომლითაც ნიკა გვარამია დაიჭირეს. ვინმეზე, აი რაიმე ტიპის ინფორმაცია, აი ოდნავ რეალური რო არსებობდეს, რომ სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდა, ხო ციხეში იქნება. მაგრამ ეს პროპაგანდაა და ეს ამ პროპაგანდით სამიზნედ ამოღებული არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები ამოღებული არიან და მათ ბრალდებათ ამ ქვეყანაში არეულობის მოწყობის დაგეგმვა და ეს ბრალდება როგორც უკვე ვთქვი, ანუ არაფერს არ საერთოდ არაფერს არ ემყარება. გათვლილი არის მასებზე ალბათ, რომლებსაც არ აქვთ ინფორმაცია. არც მგონია, რომ მე არ მგონია, მე მაღალი წარმოდგენის ვარ, ბოდიში გაგაწყვეტინე, მე მაღალი წარმოდგენის ვარ ქართულ ხალხს, მე არ მგონია, რომ მათ ჯერათ, რომ ხელისუფლება, რომელსაც შეუძლია მუხლი მოიფიქროს, რომლითაც ქმარმა ცოლს რომ მანქანა ათხოვა, მაგის გამო ადამიანი დაიჭიროს, ეგ რო შეუძლია იმ ხელისუფლებას, არ შეუძლია რომ ვიღაცა დაიჭიროს სახელმწიფო გადატრიალებას, არ მგონია რომ ამ ტყუილს ქართველი მოქალაქე იჯერებს. მე მგონია რომ ეს პროპაგანდისტული მეთოდი, რომელსაც ხელისუფლება იყენებს, არის უფრო გათვლილი იმაზე, რომ გაურკვევლობა შექმნას. და მისი მიზანი არ არის, რომ ჩვენ კონკრეტული ტყუილები დაგვაჯეროს. მისი მიზანი არის, რომ იმდენად დიდი იყოს საინფორმაციო ნაკადი და იმდენად რთული იყოს გარკვევა ბოლო-ბოლო რა არის სიმართლე და რა ტყუილი, რომ მოქალაქეები უბრალოდ არჩევანს ვერ აკეთებდნენ. წარმოიდგინე რამხელა ნაკადს მოვიხმართ ინფორმაციის დღის განმავლობაში განსაკუთრებით, რაც ეს სმარტფონები გვაქვს და სოციალური ქსელები გვაქვს და ეს ინფორმაცია თუ ყველა ხარისხიანია, მოქალაქე მას მოიხმარს და მარტივად იგებს თვითონ რა არის ტყუილი და სიმართლე. ამიტომ საჭირო არის, რომ დავტბოროთ, ინგლისური ტერმინია ქართულად არც ვიცი როგორ უნდა გადმოვთარგმნოთ. დავტბოროთ ეს საინფორმაციო მდინარე იმისთვის, რომ მოქალაქეს თვითონ აღარ შეეძლოს გარკვევა.
ამ სიმართლეში და ტყუილში. არა იმიტომ, რომ ის ტყუილს და სიმართლეს ვერ გაარჩევს, არამედ იმიტომ, რომ დრო არ დაუტოვოთ, დაუბომბოთ საინფორმაციო გზავნილებით და გადავხაროთ რეალური ფაქტები. ხო, და ეს ვაქციოთ საკამათო თემად. საკამათო თემად ის კი არ ვაქციოთ, რომ ყოველდღე საოკუპაციო ხაზიდან შეიძლება ვიღაცა მოიტაცონ, ონკოპაციენტების პრობლემები ვაქციოთ სალაპარაკო თემად. დედებს სანამ ლამის შიმშილობის გამოცხადება არ დაიწყეს იმასთან კანცელარიასთან წამლის შემოტანის პრობლემა ჰქონდათ ქვეყანაში. ამაზე კი არ ვილაპარაკოთ, არამედ ვილაპარაკოთ გამოგონილ ნარატივებზე და თუნდაც მათ ჩვენ უარ ვყოფდეთ, აი ეხლა როდესაც ჩვენ საუბრობთ ომზე, სახელმწიფო გადატრიალებზე, რაღაც ჩვენ ვიმეორებთ ამ ნარატივებს და ვლაპარაკობთ იმ დღის წესრიგზე, რომელიც შემოგთავაზა პროპაგანდამ. იმის ნაცვლად რომ ვლაპარაკობდეთ მაგალითად ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე გორში, მაგალითად როცა მოვდიოდი 1000 გადათხმები. ავტობანი რა დღეშია? ამაზე კი არ ვლაპარაკობდეთ, ვლაპარაკობდეთ ისევ და ისევ იმაზე, რაც პროპაგანდისტულ მეშიც აინტერესებს, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში მაშ მართლა პრობლემების მოგვარება უნდა დაიწყო და პრობლემების მოგვარებას მეტი კვალიფიკაცია ჭირდება ერთი და ისეთი ეფექტური არ არის არჩევნების მოსაგებად, როგორც პოლარიზებული გარემო, რომელშიც მოქალაქეები